თითოეულობა დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით რთული ვითარება გურიაში, სადაც თითოეულობას მსხვერპლი მოხდა. გურიის სოფლების ნაწილში თოვლის საფარი 2 მეტრსაც კი აღემატება. სოფლების უმეტეს ნაწილში შეწყვეტილია ელექტროენერგიის და ზოგიერთ ნაწილში ბუნებრივი აირის მიწოდებაც. პრობლემებია საწმელი წყლის მომარაგების კუთხითაც. პრემიერის ბრძანების შესაბამისად, თითოეულობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთვენ. ბოლო ინფორმაციით, თითოეულობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის დახმარება სპეციალური ტექნიკით დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები ახორციელებენ. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის სპეციალური ოპერაციების ჯარების, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. თია აფსარიძე და გოგა გახარია რამდენიმე დღეა გურიის სოფლებიდან გვაწვდიან ინფორმაციას. რა ვითარება ამჟამად გურიაში ამ დროისთვის თია აფსარიძე გვერდება ეთერში. დიახ, გურიაში თითოეულობა გრძელდება, რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, წყალი, გაზი, ინტერნეტი. მოსახლეობას ამოეწურა საკვები მარაგი, მათ მედიკამენტებიც ესაჭიროება, სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია, დაკეტილია მაღაზიები და აფთიაქები. რამდენიმე სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. ეს ადამიანები გადაყვანილები არიან ნათესავებთან, ზოგიც სასტუმროშია განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღდგება ელექტროენერგიისა და გაზის სრულად მიწოდება. ენერგოპროჯორჯიასა და სოკარგაზის თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა აცხადებენ, რომ ახალ-ახალი დაზიანებების გამო პრობლემი სრულად აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სასწავლო პროცესი კვლავ შეწყვეტილია, როგორც ჩოხატაურშის, ლანჩხუთსა და ოზურგეთში. გაუქმებულია საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესიც, რკინიგზის გადაწყვეტილებით გაუქმებულია მატარებლის რეისებიც. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს ძალები გურიაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროცესში ჩაერთვებიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა საგანგებო შტაბები, სამივე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ხელი ხაზი. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ და მათ გადაადგილებისაგან თავის შეკავებას თხოვენ. ყველაფერი პური არ ქონა, მაღაზიაში პური არა. 85 წელში იყო ასე დიდი თოვლი. მეტი არ მახსოვს. პრობლემები მეტი რა შეგვიქნა. დენი 4 დღე არ გვაქვს. გაზი გვეშინი არ გაგვიწყდეს, ისეთი მდგომარეობა. რა ვიცი, ძალიან ცუდი პერიგია რა პირობები ძალიან. ნახე რამხელა გორადგანა. მიდის აი გეიარს რაც ხადია ტრაქტორი და აქანე მოყრილი ყველგან. რო გინდოდეს აწყალზე მივდივარ, აგერ ძვლის გადმოვედი. წყალიც არა. წყალი არის, მაგრამ ვერ ხმარობთ იმ დასალება. ისე წყალი ერთი წყალობის შემოვიდა არის კი. ძალიან ცუდი მდგომარეობა, ასეთი ცუდი ამინდი 85 წელში იყო და მე ნამდვილად არ ყოფილა ურეკში მაინც ჩვენთან. მარაგიც ყოველ შემთხვევაში რო არ ველოდებოდით, არც მქონდა ახლა იმდენ მეპირადად მაღაზია მაქვს და რაც მქონდა მაღაზიაში ადგილობრივი მოსახლეობა რაც გვეყოფა ცოტა 2 დღის საკმარია, მეტი არა. წუხელის ღამე 11 საათზე შემოვიტანეთ და 2 კილომეტრიდან ზურგით პური. ოზურგეთიდან დილას წამოსული 9 საათზე ჩამოვიდა 10 საათი იყო. იქიდან მერე ზურგით მოიტანა ბიჭებმა. ინტენსიურად წმინდა ტექნიკა, მაგრამ მაინც ღამე გაიწმინდა, გათოვდა, ისევ დაიკეტა გზები. ძალიან ბევრი ზარალი კი გვაქვს, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერს ეშველება სიცოცხლის და ჩამოინგრა რაღაცები. ახლა როგორ არ არის, მაგრამ ეშველება ყველაფერი ჩვენო თავარია, შვიდობა იყოს. გაუსაძლისი მდგომარეობა გაგვიხდა, ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. არა აქვს ხალხს არც პური, არც შეშა, არც გაზი არის ღმერთის წყალობით, არც დენი და ვიყინებით ბავშვებიანად სკოლა დათხოვილია, ბაღი დათხოვილია, სახლები ჩავარდა, აგერ მეზობლიც, ეგერ დენი არ არის, ძირითადად რაც უნდა ქონდეს ადამიანს ის არაფერი არ არის და ჩვენ კიდე ვითვენთ დიდები, მაგრამ პატარები ვერ მოითფენს ამ გაჭირებას. თოვლი ისევ მატულობს, სახურაები ბევრ ადგილაში ჩავარდა, გამოუვალი მდგომარეობა, ხალხი ვერ მიდის რომ დაჭინდეს, მიხმარება გაწმენდით სამუშაოები ცოტა იმათა შეფერხებული არის. ძირითადად ახლა შუქი მოვიდა, გაზი ფუნქციონირებს, რაღაცა არის ჩართული არის გაზიც და ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კიდე ამისათვის. ამიტომ მეტი გვჭირდება, მეტი ყურადღება გვჭირდება. სოფლებში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, თვითონ შრომაში ზემოთ გზა გაუკვალავია, ხალხს უჭირს მოძრაობა, გადაადგილება
სასწრაფო ვერ ადის, ნაძვები ჩამოსაბელია, ხაზები დამჟარია ხაზებზე და ამიტომ უნდა ამ მხრივ ცოტა მეტი ყურადღება უნდა იყოს. გზა არ გვაქვს, კვალი არ გვაქვს, რა ვიცი, საჭმელი არ არის, სასმელი არ არის, არაფერი, რა ვიცი, უჭირს ხალხს ძალიან. ავადმყოფებია ბევრი და რა ვიცი, ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს, რა. მანქანა არ მოძრაობს ძირითადად, რა, არცად. ფეხით დავდივართ, იმასაც ვერ ვაკეთებ ვერანაირად, სახლებზე დავდივართ და რა ვიცი მე. ასე რომ ვაკეთებთ, რომ ხალხს რაღაცა დახმარება გაუწიოთ, მაგრამ ვერ ვშვებით ფიზიკურად. ძალიან დიდი პრობლემებში ვართ, რა ვთქვა. გამგებელი ყველანაირად ცდილობს, რომ გაგვეხმაროს, მაგრამ ვერ გამოდის ფიზიკურად გარეთ. წყალი არ არის, შუქი არ იყო, გაზი არ იყო, შუქი და გაზი მოვიდა, მაგრამ ეს მარტო არ შველის. ხალხი შრომაში და უმფარელში და იმაში ჩაჩენილი არის, ბევრი სახლები დაიშალა, საჭმელი არა აქვენ, სასმელი არა აქვენ. წამლები არა აქვენ, გზა არა აქვენ, ვინმე რომ გახდეს ღამის 2 საათზე, ღამის 3 საათზე, ცუდად არავინ პატრონი არ არის, კვალი არ არის, რომ სასტრაფომ წაიყვანოს ხალხი და ძალიან დიდ პრობლემებში ვარ. სოფლებში ერთი ტრაქტორმა ხო უნდა გაიაროს და ხო უნდა გააკეთოს საქმე, არანაირი პატრონი არ ყავს. სამწუხაროდ ჯერჯერობით გვაქვს ისეთი სოფლები, სადაც გადაადგილება შეუძლებელია, მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები, ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ენერგოპრო ჯორჯიას და სოკარის თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მიწოდების აღდგენა. ასევე როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკვე სამაშველო ღონისძიებებში დღეიდან ჩაერთვება შეიარაღებული ძალები. სოციალურ ქსელებში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, მოხალისეები გურიაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარება საკუთარი ძალებით ცდილობენ. ხელისუფლების ინფორმაციით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური გზების სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება, ხოლო მათივე თქმით შიდა გზებზე იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა ამ დრომდე გზებზე პრობლემები რჩება, მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები და ავტომანქანების გადაადგილება კიდევ კვლავაც შეზღუდულია. აქვე გეტყვით იმას, რომ ხელისუფლების განცხადებით კვლავაც გრძელდება შტაბების მუშაობა, მოსახლეობა შეუძლია დაუკავშირდნენ ცხელხაზე, თუმცა მოსახლეობისგან ხშირად ისმის პრობლემა, რომ მათ შეტყობინებებზე რეაგირება არ ხდება, ხვალად დიდთოვლობა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ხვალაც უწყვეტ თოვას პროგნოზირებენ. მადლობა თეა აფცარიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.